მე და ზურა ვაკეთებთ კირის და შაბიამნის წყალხსნარს. ბევრმა ეს იცის, რა თქმა უნდა, მაგრამ ბევრმა არ იცის და ვინც არ იცის, სიამოვნებით შევახედებთ. 200 ლიტრიანი კასრი გვაქვს, რომელშიც 100 ლიტრი წყალი გვისხია. საგანგებოდ 100 ლიტრი, რომ 100 ლიტრის პროპორციები გითხრათ. ეს ის ხსნარია, რომლითაც ვასხურებთ პამიდორს, შარშან 22 ჯერ შევასხურებთ. სხვანაირად არ გამოდის სამწუხაროდ. ხარისგულა პამიდორს ვასხურებთ, გაშრება დავასხამთ, გაშრება დავასხამთ. 100 ლიტრ წყალში ვასხამთ რამდენს? 3 კილოგრამ 3 კილოგრამ კირს ხსნით. ვაკრობთ, ეს ნიშნავს, რომ წინა დღეს გავაკეთებ. კი ბატონო. ჩაქრება, ადუღდება მე ჩაქრება და ამ ფაფას, კირის ფაფას 3 კილო კირისგან დამზადებულ ფაფას 100 ლიტრ წყალში ვასხამთ. კი ბატონო. ჩაუშვა. ოღონდ უწურავთ საცერში. უწურავთ საცერში. კი ბატონო, რომ მე არ გაიჭედოს საწამლაპარაკში. საწამლაპარაკში. კირის დაწვის დროს ფხილად უნდა იყოს, ძალიან ცხელდება და შეიძლება მარცხი მოგვივიდეს. არაფერი არ დარჩა გასაწვრივი ზურა კარგად გახსნება. შვენივრად დამწვარა. აი ნალექი აქვს შვენივრად. ნახე როგორი ნალექი დარჩა. კირი სინამდვილეში ბევრს არაფერს არ უშვება მცენარეს, მაგრამ შველის იმაში, რომ მიემაგროს მცენარეს თქვი რამე ზურა. მიემაგროს, ესე იგი, შაბიამანი რომ დამაგრდეს მცენარეს. კალკოთ გადაჭირდება ჩვენმა მზარეულმა მაია მოგცა. შაბიამანს არ აქვს მიმწებებლის ფუნქცია, თვითონ პრეპარატს არ გააჩნია, ამიტომ კირი ეხმარება რომ დიდხანს გაჩერდეს მცენარეს. ამიტომ კირი მნიშვნელოვანია, კირის დოზა შაბიამნის დოზასთან ერთად კირის დოზა მნიშვნელოვანია. 3 კილო და 1 კილო შაბიამანი 100 ლიტრ წყალში. არა, 2 კილო შაბიამანი. 2 კილო შაბიამანი. 2 კილოთი გამოდის 2%-იანი, 1 კილო შაბიამანი 100 ლიტრ წყალზე გამოდის. ზურა მესამბები ჩემზე უკეთ იცის, ამიტომ ზურას ხოვე დახმარება. ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილის ჯობდეს მამასა. ზურა ჩემი მოსწავლეა. აქით მასწავლის. ასე წავიდა საქმე. ამ ამბებში მე საერთოდ ვერ ვერკვევ. ახლა кайფერი მიიღო. ეხა кайფერი მიიღო. საფაშორის შაბიამიანი ხსნარი ბიოლოგიური მეთოდი. შეწამლის ბიოლოგიური მეთოდი. მე ძალიან ვცდილობ ამბვის ხშირად გამოყენებას. გასხლავთ ვარდებს გაზაფხულზე. საუკეთესო საშუალებაა. ჩემი მასწავლებელი ჟუჟუ მაგალითად მეუბნებოდა მიწასაც დაასხი, მიწასაც აი ყურში მიდგას, რომ დავბარავდით. იმიტომ რომ მიწაზეც ხომ არის სოკოვანი დაავადებები და შაბიამანი რა შვება სოკოვანი დაავადებებს ებრძვის, კარგად ებრძვის და განსაკუთრებით ნალექიანი ამინდების შემდგომ არის ეფექტური შაბიამნის ხსნარით შეწამლა არამხოლოდ პომიდორის, ვთვლი რომ თითქმის მცენარეების უმეტესობის, როგორც წიწოვანი, ისე ფოთლოვანი, დეკორატიული და ნაყოფხმოიარე მცენარეებისთვის. ზურა დამცინებს არა მეთოდის მომხრე, მაგრამ მე ყოველთვის ცოცხით ბაღში პატარა ადგილას არ მიყვარს აპარატის გამოყენება და ასე ვშვები მე. რა ვიცი, არაფერი არ დამკლებია, ასე ვარ თემი ცხოვრება რა კი ვარ. მაგრამ რა? აგროტექნიკურად მაინც აპარატის ჯობია შესაძლებელი. აგროტექნიკურად არ ვიცი. აგროტექნიკური თვალსაზრისით. კიდევ ერთხელ თქვა ზურა 3% არის, ესე იგი 100 litrში 3 კილო ჩამქრალი კირი, 100 litrში 3 კილო ჩამქრალი კირი და 2 კილო შაბიამანი ნიშნავს 2%-იან შაბიამნის ხსნარს. ვერაფერი ვერ გავიგე, მაგრამ კაი. რატომ ქვია 3 კილოს 2%-იანი ვერ ხვდები? 3 კილო კირს 3 კილო კირს 100 litrაზე 1 კილო შაბიამანს თუ ვიხმართ, გამოდის 1%-იანი. 2 კილო შაბიამანს თუ ვიხმართ, გამოდის 2%-იანი. 3 კილო შაბიამანს თუ ვიხმართ, გამოდის 3%. ძალიან მარტივია, გახსნის. არაფერი ვერაფერი ვერ გავიგე. ესე იგი, ერთ თვედროში 10 litrას თუ ვაკეთებ, ყველა სხვა ჭირდება ამდენი ხსნარი. 10 litrას თუ ვაკეთებთ 100 გრამი. 100 გრამი შაბიამანი კი ბატონო. და 200 გრამი, 300 გრამი კირი. კირი. მე უფრო ვემხრობი 2%-იანს, უფრო თხელი რომ არა, რადგან ხშირად ვასხურებ. კი ბატონო. და მომწონს ხშირად გამოყენება, ამიტომ 2%-იანს ვიყენებ. ესე იგი, ერთ თვედროში 2%-იანს რამდენი უნდა? 200 გრამი. 200 გრამი. აი ბატონო. 200 გრამი შაბიამანი და
და ცოტა ეხა მეცავირია უკვე. აი 300 გრამი 300 გრამი კირი. 300 გრამი კირი და 200 გრამი შაბიაბანი 10 ლიტრაზე ერთ ვედრო წყალში. თუ რამე გაიგეთ და აზრი გამოიტანეთ, ძალიან მიხარიათ. ნახვამდის კარგად ბრძანდებოდეთ.